კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში ახალი 3-ზე თორნიკე გვერენჩხილაძესთან ერთად. სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. სასულიერო პირმა მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოუხდა ისეთ თემებზე საუბარი, რამაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მეუფის მისამართით პრესის საშუალებით დაპირისპირება და მუქარა მოხვა. მეუფემ აღნიშნა, რომ ბევრი რამ გამოჩნდება და ბევრი ადამიანი გაუკეთებს საკუთარ თავს ლუსტრაციას. მე არ მინდა ჩემი სიტყვით ვინმე გავაღიზიანო ხოლმე. არა მერტი რამეც უნდა ვიცოდეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, იქ არავისთან დამთმობი პირადად მე ღვთისშეწევნით არა ვარ. ვინც არ უნდა იყოს, რა რეგალიაშიც არ უნდა იყოს. მრავალი ადამიანის სისხლი შეგაღადებს ზეცას. ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ადამიანები, რომლებიც ამის თავი და თავი არიან, რომ არა ისინი და რომ არა მათი აკვიატებული აზროვნება, ეს არ მოხდებოდა და საქართველოს ამას აცდებოდა. ამიტომ კეთილი ინებონ, მანამდე მოისმენენ ჩვენგან მაგას, ვიდრე არ შერწყებათ და თავიანთ საქმეებს არ აღიარებენ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამშობლოში ხვალდაბრუნდება. მრევლს ინფორმაცია უწმინდესის ქორეპისკოპოსმა იაკობმა მიაწოდა, რაც შეეხება ილიამ მეორეს ჩამოსვლის ზუსტ დროს, ის ჯერჯერობით უცნობია. კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ უწმინდესი ჩამოგზავნება, ძალიან მოენატრა საქართველოს, ბოლოს რომ ვესაუბრე, უკვე წუთებს ვითვლი, როდის წამოვალ ბრძანა უწმინდესმა. ძალიან მხარულები ვიქნებით, როდესაც ცოტა აქაური სიმძიმეებისაგან ცოტა განთავისუფლებული დაგვიბრუნდება და თავის მამობრივი დარიგებით თელერს შეგვეწევა. და კვლავ ბრუნდებით რუსთავს, სადაც მძღოლები არიან გაფიცულები და ბოლო ინფორმაციას კიდევ ერთხელ გიორგი ფუტკარაძისგან მივიღებთ. გიორგი, გესმის თუ არა ჩვენი ხმა? დიახ, თორნიკე, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხება ხელფასის მომატებას, რჩება შეუსრულებელი. შესაბამისად, ისინი არ აპირებენ, რომ გაფიცვა შეწყვიტონ. რუსთავის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ წლის ბიუჯეტში შეუძლებელია ხელფასების მატება, რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, შესაძლოა ეს მოთხოვნა განხილული იქნას. თავი მოთხოვნა განხილული იქნა, ძირითადი მოთხოვნა ხელფასის მომატებაზე, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხდა. ფაქტურად გაფიცვა ისე გრძელდება, რადგან გარკვეული არ იქნა თუ როდის იქნება ცნობილი ამათი ხელფასის მომატება. ისევ და ისევ ის პრობლემა არის, რომ ბიუჯეტი არ არის ცნობილი, თუ რამდენი იქნება ტრანსფერი რუსთავის ბიუჯეტზე, რამდენად იქნება მე მძღოლების ხელფასის მომატება მათ გათვალისწინებული და ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ გაფიცვა გრძელდება და სანამ და გაგრძელდება, მაგის გადაწყვეტილებას ალბათ დღეს მიიღებს მძღოლები. ძირითადად აი 9 პუნქტიდან იყო შავი პუნქტები, რომელიც აი ჩვენისა თითქმის განხილული, მაგრამ ესეც მოგვარებელი დარჩა და აი ძირითადი რომელიც იყო ჩვენი მოთხოვნა ხელფასთან დაკავშირებით, მაგაზე დავშეთ შეუთანხმებელი. ბატონმა დავით მაჯაფარიძემ გაგვიხადა, რომ 50% ვითომ აი შეიძლება განხილვა არის ფულთან დამატებით, ხელფასთან დამატებით და ჩვენ არა ვართ მაგაზე თანახმები არა ვართ, 50% ისიც შეიძლება განიხილოს და ისიც შეიძლება და ჩვენი ხელფასი არის 200 ლარი, ესე იგი 180 ლარი გვემატება ფაქტიურად და 280 ლარზე ახლა ფაქტიურად აქ ვერავინ ვერ იმუშავებს. ჩვენ რაც მაშინ თქვით, იგივე უთხარით, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში ეცოდინებოდა თუ ბიუჯეტის პარამეტრების დადგენის შემდეგ თუ რა იქნებოდა მაგათ ხელფასებთან დაკავშირებით. იქნებოდა მატება თუ არა და ასევე რამდენი პროცენტით. ფაქტობრივად მივიღეთ თანხმობა, შემდეგ გავიდენ ოთახიდან, ძალიან ბევრმა დაადასტურა, რომ თანახმა იყო, რომ ხვალ გასულიყო სამუშაოზე, მაგრამ შემდეგ შემოვიდა ნაწილი და თქვა, რომ უარს აცხადებდნენ ხვალ ხაზზე გასვლაზე. დიახ, ამ დროისთვის უცნობია, როდის შეწყდება გაფიცვა. 2 საათიანი შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. მძღოლების ხვალ 9 საათიდან ისევ შეიკრიბებიან ავტობაზის ტერიტორიაზე, თუმცა მანქანები ადგილიდან არ დაიძურებიან. საღამოს 6 საათზე კვლავ განახლდება შეხვედრა მძღოლებსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შორის.
მადლობა გიორგი რუსთავიდან. გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა მარია დელ კარმენორის ეკიპაჟის გემთმფლობელი კომპანია დაუკავშირდა. მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება და მათი ხელფასების საკითხი რამდენიმე დღეში უნდა გაერკვეს. თუმცა ეკიპაჟს ეჭვი აქვს, რომ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს. მარია დელ კარმენორის ეკიპაჟის 12 ბათუმელი და 4 ნიგერიელი წევრი გემთმფლობელმა 3 თვის წინ პანამის საზღვაო აკვატორიაში მიატოვა. 42 წლის ხომალდზე მეზღვაურებს ხშირად საკვების, საწვავის და წყლის, ასევე საჭირო მედიკამენტების გარეშე უწევდათ ყოფნა. Data ახალაიასთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ ამის შესახებ ინფორმაციას ახალაიას ადვოკატი აღწელებს. ირაკლი ზაქარიშვილი ამბობს, რომ მას პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია. ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მასალების პროკურატურაში გადაგზავნა პირის ბრალეულობის დადასტურებას არ ნიშნავს. მოცემული მომენტისათვის ბატონ დავით ახალაიას ბრალი წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, როგორც ვიცი, მათ მასალები გადააგზავნეს მთავარ პროკურატურაში, თუმცა მასალების გადაგზავნა არ ნიშნავს პირის ბრალდებას. თუ კი დავით ახალაიასთან ამ ნაწილში იქნება შეკითხვები, ჩვენ ამაზე გავცემთ შესაბამის პასუხს. ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურის ინფორმაციით პროკურატურიდან ვანო მერაბიშვილს შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა მთავარი პროკურორის განცხადებით ძალოვანი უწყების ყოფილ ხელმძღვანელს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. მასალების ძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. საქმე უფლებამოსილების გადამეტებას ეხება და ის 2006-2008 წლების პერიოდს მოიცავს. ვანო მერაბიშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საქმე ეხება 2006 წლის 13 მარტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილმა სამსახურს დროებით კუდის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვასილ სანოძე ჩამოაშორა. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მაღალჩინოსნების სამსახურს თვალთმაგზურად და მოჩვენებითად ჩამოაშორეს, რეალურად კი მათ ხელი ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციაზე და დოკუმენტაციაზე მიუწვდებოდათ. საქართველოში ევროპის უმაღლესი კომისრის კეთრინ ეშტონის ვიზიტი იგეგმება. ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით ეშტონი საქართველოს ეწვევა ცენტრალურ აზიაში დიპლომატიური ტურის დაწყებამდე, რომელიც 26-30 ნოემბერს შედგება. საქართველოში ეშტონი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ევანიშვილს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით თურქეთის ქალაქ სიდესა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიგბამ და სოხუმის ეგრეთ წოდებულმა მერმა ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი აბდულ კადირ უჩარი ხელმძღვანელობდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც სიდეს მერმა განაცხადა, ქალაქების დამეგობრება აფხაზეთსა და თურქეთს შორის კავშირებს გააღრმავებს. ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რუსთაველის თეატრი Facebook-ის გვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სტურუას თეატრიდან წასვლის შემდეგ მისი სპექტაკლები რეპერტუარიდან არ ამოუღიათ. საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბატონ რობერტ სტურუას გათავისუფლების შემდეგ მისი სპექტაკლები რეპერტუარიდან მოიხსნა. სიცრუეა. გასულ სეზონზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა სპექტაკლი, თუმცა ახალ სეზონზე ვერ ინიშნებოდა ის წარმოდგენები, რომლებშიც მთავარ როლებს ასრულებდა ზაზა პაპუაშვილი, რადგან როგორც იცით, ბოლო დროს ეს მსახიობი დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით და თავად ითხოვა გარკვეული პაუზა, რაშიც რა თქმა უნდა თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან ჰქონდა სრული ხელშეწყობა და მხარდაჭერა და კიდევ ამ სეზონზე სპექტაკლები მოიხსნა მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის დროს და ამის შესახებ ადმინისტრაციამ წინასწარ გააკეთა ოფიციალური განცხადება. აღნიშნულია რუსთაველის თეატრის განცხადებაში. გარდა ამისა, ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ არასწორი ინფორმაცია თეატრის დარბაზების მომსახურების თემაზეც ვრცელდება. კიდევ ერთხელ განვარტავთ, რომ თეატრში არასდროს გამართულა ქორწილები და დაბადების დღეები, ყველა სივრცე ეთმობოდა მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ღონისძიებებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ფორუმის არარსებობის გამო გადაიდო კრებაზე საჟელასრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ საკითხი. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე ადვოკატთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულებაში შესატანი ცვლილებები უნდა განხილულიყო. ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საერთო კრება ორ კვირაში გაიმართება. დღეს კი დისკუსია მხოლოდ თავმჯდომარისა და ადვოკატთა კორპუსს შორის შედგა.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია გადაწყვეტილი რა თქმა უნდა ამ კრებაზე. ეს არის ცვლილებებიდან როგორც ეთიკის კომისიის კოდექსში, ასევე დებულებაში, დისციპლინურ დებულებაში, ასევე ასარჩევი იყო სარევიზიო და ეთიკის კომისიის წევრები და ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში ცვლილებებიდან უნდა განხილულიყო. შესაბამისად, ვინაიდან ქორუმის დაკლევობა იყო დღევანდელ დღეს, ასოციაციის კრება გადაიდო 2 კვირის ვადით. ჩვენ ადვოკატთა ასოციაცია კანონს ვერ დავარღვევდით, ამიტომ დღეს არის პირდაპირ დისკუსია თავმჯდომარესა და ადვოკატთა კორპუსის შორის და საუბრობთ როგორი უნდა იყოს ადვოკატთა ინსტიტუციონალური მოწმობა, რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში და რა უნდა გააკეთოს ადვოკატთა ასოციაციას ადვოკატთა კორპუსის განვითარებისათვის. თიღმის ტყეპარკს 50 შავი ფიჭვის ხე შეემატა. გამწვანების აქცია ორგანიზაციამ სახელწოდებით ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის გამართა. ტყეპარკის გამწვანებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც მიიღეს. მათი თქმით, აქციას ორმაგი დატვირთვა აქვს. გარემოზე ზრუნვა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. აქციით შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის კვირეული გაიხსნა, რომელიც 3 დეკემბერს სპორტის სასახლეში დაიხურება. დღეს ჩვენ როგორც ხელმისაწვდომი გარემო და ზოგადად გარემოზე მზრუნავი ორგანიზაცია გადავწყვიტეთ 50 შავი ფიჭვის ნერგის დარგვა ჩვენს მეგობრებთან ერთად. აქ არიან მსახიობებიც, აქ არიან უსინათლოები, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტიპის ჯგუფების. ცხოვრებაში ზოგმა პირველად დარგო ხე საერთოდ და ეს არის ძალიან დიდი საქმე საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, საერთოდ გარემოსთვის და ჩვენი კავშირი ბუნებასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კავშირი, ამით უფრო მეტად წინ წარმოჩნდება. დღევანდელი დღე ეუძღვნება ჩვენს აქტივობას, რომელიც ჩატარდება 3 დეკემბერს. ეს იქნება საერთაშორისო დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა. ჩვენ სხვა აქტივობებსაც ჩავატარებთ. ყველანაირი შესაძლებლობები, რაც კი აქვს ადამიანს, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული და როგორც ხედავთ თქვენ თავად ამ აქციაზე, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არ არის ძნელი მსგავსი სამუშაოს შესრულება და რა ვიცი, თავარია მონდომება და ადამიანი ყველაფერს შეძლებს. ეს არის ახალი სამზე განვაგრძობთ გამოშვება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვანო პეტრიაშვილს 5,000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. გამოძიება პეტრიაშვილს ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ სიღნაღის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბნის შემაჯამებელი ოქმის გაყალბებას ედავება. პეტრიაშვილი არჩევნებზე სიღნაღის ოლქში ცესკოს წარმომადგენელი იყო. ადვოკატები ამბობენ, რომ გირაოს გადახდას არაპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პეტრიაშვილს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართლებრივი არგუმენტაცია ბრალდების მხარეს არ გააჩნდა, არც ფაქტობრივი, არც ფორმალური კუთხით. კარგი არის, რომ შემოტანილი არის შუამდგომლობა გირაოთი უზრუნველყოფის საფუძველზე განთავისუფლების სასამართლომ და გირაოს საფუძველზე ბრალდებული გამოუშვა საპატიმრო დაწესებულებიდან და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ის განთავისუფლდება, პროცესი გაგრძელდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დაცვის მხარეს გააჩნია ყველანაირი სამართლებრივი და ფორმალური საშუალება, რომ ამ საქმეზე დადგეს გამომართლებელი განაჩენი. შუამდგომლობა იყო დასაბუთებული მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით და ციტატების მოყვანით, არ იყო დასაბუთებული მტკიცებულებების წარმოდგენით და საერთოდ ნებისმიერი ასეთი შუამდგომლობა უნდა დასაბუთდეს არა უბრალოდ ვარაუდით, არამედ არგუმენტირებული დასაბუთებული ვარაუდით, რაც გულისხმობს კონკრეტული ფაქტების მოყვანას თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაპირებთ გასაჩივრება. სტეფანწმინდის მცხოვრებლების სახელით იუსტიციის სამინისტროში საჩივარი შევიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივებმა რაიონულ სერვის ცენტრს განცხადებით მიმართეს. ისინი ყველა იმ პირის ამოწერას მოითხოვენ, რომელთა ჩაწერაც წლების განმავლობაში საარჩევნო ბიზნესისთვის ხდებოდა. ვინც ვიყავით ორი გვარი, ის დარჩეს ის ცხოვრობდა და დღესაც იქნება ის ორი გვარი და სხვა გვარი არც გვინდა ჩვენ. ეს არის არჩევნების პერიოდში მოხდა ეს და ჩვენ მაგას გავშიფრავთ. 2001 წლიდან 2006 წლის პერიოდში დაახლოებით ჩაწერილი ხალხია. ჩვენ სოფელში, სოფელ კარკუჩაში, მთელი სოფელი წინააღმდეგია ამის. იმიტომ რომ ერთი რომ ჩემი ნებართვის გარეშეა ჩაწერილი, ნებისმიერი მოსახლის ნებართვის გარეშეა ჩაწერილი. მეორე არავის არ აქვს იმის სურვილი, რომ ვიღაცას გაატარეს რეგისტრაცია გაიოს და მის სახლში იყოს რეგისტრირებული.
აჭარის სტრატეგიული ინოვაციური განვითარება 2030 წლამდე ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფმა რეგიონის სამინისტროებს აჭარის სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო. პროგრამა 3 გრაფიკისგან შედგება, მათ შორისაა ოპტიმისტური და პესიმისტური გათვლები. პროექტის ავტორების განცხადებით, თუ რეგიონი მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიით მომდევნო 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელებს 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 17,000-დან 30,000 დოლარამდე იქნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეთავაზებული გეგმის განხილვას აპირებს. დათვლილია, ესე იგი დაყოფილია მთლიანში და პროდუქტის სტრუქტურა და თითოეული თქვა სოფლის მეურნეობა თქვა შარშემავალი შიგნით რაც არის ტურიზმი იქნება თუ ტრანსპორტი თუ მშენებლობა ცალკე სცენარებით თამაშდება და ესე იგი გაკეთებულია ოპტიმალური გათვლები რომ აი ეს პარამეტრები ესე იგი სპეციალურ რუდებით ესე იგი მიღწევადი იყოს. აჭარის რეგიონის ინოვაციური განვითარების სტრატეგია, როგორც სემინარზე აღინიშნა, არის 2030 წლამდე გათვლილი. ის არის წარმოდგენილი დარგობრივად, ეხება დემოგრაფიასაც, ასევე საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენთვის იგივე ეკონომიკის კუთხით განვითარება, იმიტომ რომ გვთავაზობენ ტექნოპარკების, ასევე კლასტერული ტიპის ეკონომიკას, აქვთ გარკვეული პროგნოზები და ვფიქრობ ამ შეხვედრის შემდეგ თითოეულ სამინისტროსთან გაგრძელდება თანამშრომლობა. ფოთის ცენტრში სასტუმრო რედისონი აღარ აშენდება. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სასტუმრო კოლხეთის შენობა, რომლის ნაცვლადაც რედისონი უნდა აშენებულიყო მეპატრონემ სერგო აბაშიძემ, სახელმწიფოს მიმართ აგროვილი ფინანსური დავალიანების გამო უცხოურ კომპანიაზე გაყიდა. როგორც ფოთის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუკრი ტუღუში ამბობს, ყოფილი სასტუმრო კოლხეთის შენობის ახალი მეპატრონე ებრაული კომპანია გახდა. ისივე ინფორმაციით, ებრაული კომპანია ქალაქის თვითმმართველობას პროექტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. სერგო აბაშიძემ კულტურის სამინისტროდან და ძეგლთა დაცვიდან აიღო ცნობა, რომ ეს ობიექტი არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას და აღდგენას. ამოირიცხა ეს ობიექტი იყო ძეგლი, კულტურის ძეგლი იყო, ადგილობრივი მნიშვნელობის, რა თქმა უნდა. ამოირიცხა სიიდან, ამის შემდეგ დემონტაჟის ნებართვა გაიცა ქალაქის მიერ და დემონტაჟი დაწყებული არ იყო ისე, სამწუხაროდ მას მოუწია სხვა მეპატრონეზე ამის გადაფორმება. სიღარიბის ღვარს მიღმა მყოფი კიდევ ერთი ოჯახი ოზურგეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ვარსე ნიკი ლოკაიანი დახმარებას ითხოვს. იგი ავარიულ სახლში 4 წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ლოკაიანი ამბობს, რომ სახლში ღამის გათევა საშიშია, რადგან კედლები ინგრევა. სოციალურად დაუცველმა დახმარების თხოვნით ოზურგეთის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა მათთვის ჯერ არაფერი შეცვლილა. გამგეობაში უსახსრობას იმიზეზებენ. ჩემი თხოვნა ეს არის, რომ ახანე ზამთარი მოდის ახლა. ფეჩის ადგილი არ მაქვს. ამ ავანტყო ბაღანასთან მე სანამდე უნდა ვიყო ახანე. დღეია თუ ღამეა თუ როდის ჩავადები ღმერთმა იცის ეგი. მე ჩემი თხოვნა აგია რომ საცხე დამაბინავონ. აი ზამთარი. და კიდევ ერთხელ მოკლედ დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბების შესახებ. სამების საკათედრო ტაძარში წირვალოცვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინას სასულიერო პირმა მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოუხდა ისეთ თემებზე საუბარი, რამაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მეუფის მისამართით პრესის საშუალებით დაპირისპირება და მუქ არ ამოხვა. მეუფემ აღნიშნა, რომ ბევრი რამ გამოჩნდება და ბევრი ადამიანი გაუკეთებს საკუთარ თავს ლუსტრაციას. აფხაზური მედიის ინფორმაციით თურქეთის ქალაქ სიდესა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. ხელი აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიგვამ და სოხუმის ეგრეთ წოდებულმა მერმა ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი აბდულა კადირ უჩარი ხელმძღვანელობდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც სიდეს მერმა განაცხადა, ქალაქების დამეგობრება აფხაზეთსა და თურქეთს შორის კავშირებს გააღრმავებს. ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები გაფიცვას არ წყვეტენ. მერიის წარმომადგენლებთან 2 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 9 პუნქტიდან შეთანხმება 8-ზე მოხერხდა. მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს. მძღოლები ხვალ მუშაობას არ აპირებენ.
მარია დელ კარმენორის ეკიპაჟის გემთმფლობელი კომპანია დაუკავშირდა მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება და მათი ხელბასების საკითხი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს. თუმცა ეკიპაჟს ეჭვი აქვს, რომ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს. მარია დელ კარმენორის ეკიპაჟის 12 ბათუმელი და 4 ნიგერიელი წევრი გემთმფლობელმა 3 თვის წინ პანამის საზღვაო აკვატორიაში მიატოვა. 42 წლის ხომალდზე მეზღვაურებს ხშირად საკვების, საწვავის, წყლისა და საჭირო მედიკამენტების გარეშე უწევდათ ყოფნა. ახალი საგანმანათლებლო პროექტი ეროვნულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით აღმოსავლეთის კოლექციების ახალი სიცოცხლე ბავშვებს სხვადასხვა სახის შემეცნებით გასართობ თამაშებს თავაზობს. ექსპოზიციაზე ის 180 უნიკალური ექსპონატია წარმოდგენილი, რომლებიც წლების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმის საცავში უმძიმეს პირობებში ინახებოდა. ეგვიპტური მუმია, სამურაის სამოსელი და აღჭურვილობა, ჩინური ფაიფური თუ სხვა უნიკალური ნივთები, რომლებიც უკვე სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი, ბავშვებს უკეთ გააცნობს აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის შევიმუშავეთ სხვადასხვა პროგრამები და აქ არის წარმოდგენილი მუმია, რომელიც ბავშვებს ძალიან აინტერესებს, სხვათა შორის კავკასიაში ერთადერთი მუმია კავკასიის მუზეუმებში, გარდა ამისა ქურუმითალი სარკოფაგი, ეგვიპტური პლასტიკა, სკულპტურა, ამ დარბაზში როგორც ხედავთ არის ჩინური და იაპონური ხელოვნება, სამურაის ჩაცმულობა და იარაღები და ბავშვებისთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და სწორედ სხვადასხვა თამაშების და გამოცანების სახით ხდება მათთვის ამ ინფორმაციის მოწოდება. არის წარმოდგენილი ძალიან დიდი ქრონოლოგიური და გეოგრაფიული დიაპაზონი ეგვიპტიდან დაწყებული, შორეული აღმოსავლეთით დამთავრებული. ჩემს მარჯვნივ არის ეგრეთ წოდებული ბასრას დოქი, რომელიც არის პირველი დათარიღებული ისლამური ნივთი მსოფლიოში. სტრასბურგში ევროპის ყველაზე დიდ საშობაო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენებს პანტონიმის და თითების თეატრი გამართავს. მოეწყობა ქართველ ფოტოგრაფთა გამოფენა, გაიმართება ქართული კინოფილმების ჩვენება. სტრასბურგის მერმა როლან რიესმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სტრასბურგის ბაზრობა გახსნეს და შოუს ფონზე საშობაო ნაძვის ხეა ამთეს. საქართველო წელს სტრასბურგის ბაზრობის საპატიო სტუმარია და ამასთანავე თანამასპინძელი. ჩვენი საშობაო ბაზრობა ერთი თვე გრძელდება და 2 მილიონზე მეტი სტუმარი გვეყოლება. ბაზრობაზე მოწვეული ქვეყნები წარმოადგენენ თავიანთ ეროვნულ კულტურას, ეროვნულ ტრადიციებსა და პროდუქციას. ვფიქრობ, საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროგრამა არა მარტო სტრასბურგელებს, არამედ საშობაო ბაზრობაზე ჩამოსულ სტუმრებსაც ძალიან მოეწონებათ და გაახარებთ. სტრასბურგს აქვს 450 წლიანი ისტორია ამ ბაზრობის და დაახლოებით 30 წელია ცოტა მეტი, როდესაც დაიწყო მოწვევა მასპინძელი, ანუ საპატიო სტუმარი, რომელიც თანამასპინძელი ხდებოდა ქვეყნის. და ძალიან მიხარია და ალბათ ყველა ქართველს უხარია, რომ ჩვენ იაპონელებსაც მოუგეთ ამ კონკურსში და ჩვენ აგვირჩიეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამატურგთა და თეატრის კრიტიკოსთა პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმი თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ინიციატივით იმართება და მასში ახალგაზრდა დრამატურგები ლიტვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მონაწილეობენ. ფორუმზე ქართულ-ინგლისურენოვანი კრებულის პოსტსაბჭოთა დრამატურგია, აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში პრეზენტაციაც გაიმართა. საერთაშორისო ფორუმი ილიას უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში ხდებიან ერთმანეთს დრამატურგები და თეატრმცოდნეები და საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც წარმოშობილია საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. ფორუმზე წარმოდგენილი არიან მხოლოდ ახალგაზრდა დრამატურგები, რადგანაც ისინი ქმნიან კლიმატს თავიანთ ქვეყნებში. პოსტსაბჭოთა კვლევები მნიშვნელოვანია და ეს კონფერენციაც აი ამ კვლევების რიგში შეგვიძლია ჩავაყენოთ. ამას აქვს ფინანსამეცნიერო მნიშვნელობა, მეორე მხრივ ამას აქვს ესეთი ამოსნობის მნიშვნელობა, თუმცა რაღაც არის შესაძლებელია თეატრის მიხედვით დაადგინო როგორი ქვეყანა არის ესე დემოკრატიული, ნახევარდემოკრატიული, ტოტალიტარული. დისკოს ელემენტებით გაჯერებული შვედური ფანკ ჯაზ ივენთ ჰოლში თბილისის რიგით მე-15 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტი ნილს ლანგრენმა და ფანკ იუნიტმა გამართეს. ეს იყო ფესტივალის შედარებით თავისუფალი და მსუბუქი პროგრამა. დღეს კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს უკანასკნელი 50 წლის ჯაზ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი 18 გრემის მფლობელი ჩიკ კორეა დახურავს, რომლის შემდეგაც ივენთ ჰოლში კონცერტს გამართავს ქართველი პიანისტი ბეკა გოჩიაშვილი.
ნის ლანგრენი წლების განმავლობაში იყო ჯგუფი აბას მუსიკალური დირექტორი, კვინსი ჯონსთან უკრავდა, პეტ მეტენთან, რენდი ბრეკერთან, რამოდენიმე პროექტი აქვს, აქ ჯაზური პროექტიც აქვს, აქ კლასიკური სიმფონიური ორკესტრიც უკრავს, მაგრამ აქ ჩამოიტანა ფანკური პროექტი, ეს უფრო დისკო ფანკის სტილშია, რომელიც არის ძალიან ესეთი happy music-ს ეძახიან, ბედიერ მუსიკას და უფრო ყველასთვის მისაღებია და ამ ფესტივალზე ზუსტად ესეთი დესერტი გვინდოდა. დღეს მესამე კონცერტია და ყველა კონცერტს ვესწრები დიდი სიამოვნებით და მით უმეტეს აი ამ ფესტივალზე, როდესაც აი ესეთი ბუმბერაზი ვარსკვლავები არიან ყოველდღე. ეს ფესტივალი ამით განსხვავდება სხვა დანარჩენისგან. ამ დროისთვის სულ ეს იყო პირდაპირ ეთერში, ზუსტად 6 საათზე დაბრუნდებით არქივს ჩვენს არხზე.